რუსეთმა დაიწყო ომი უკრაინასთან მასიური სარაკეტო არსენალით. მზად იყო დაეშვა ცეცხლი მოწინააღმდეგეზე და წამებში გაენადგურებინა ინფრასტრუქტურის მთელი მონაკვეთები. და კრემლი ძლიერად ეყრდნობოდა ამ რესურსებს კონფლიქტის განმავლობაში. რეგულარულად უშვებდა ისეთ ბალისტიკურ რაკეტებს, როგორიცაა ისკანდერი და კინჟალი, უკრაინული ქალაქების, დასახლებული პუნქტებისა და ფრონტის ხაზის მიმართულებით. უკრაინულმა გენიალურმა სტრატეგიამ ამოქმედება დაიწყო, რამაც კრემლის სარაკეტო მარაგები მნიშვნელოვნად შეამცირა და რუსეთს კიდევ უფრო ნაკლები გზა დაუტოვა მათი გაშვებისათვის. ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა კიევის სარდლებმა გააცნობიერეს, რომ რუსული სარაკეტო საფრთხის წინააღმდეგ ორი არჩევანი ჰქონდათ. მათ შეეძლოთ ან დაეყრდნონ საკუთარ საჰაერო თავდაცვის სისტემებს, როგორც ადგილობრივს, ასევე მოკავშირე ქვეყნებისგან მიღებულს, რათა რუსული რაკეტები მიზნამდე მისვლამდე გაანადგურონ. ან მათ შეეძლოთ რუსული რაკეტების განადგურება უშუალოდ წყაროზე, სათხოვებისა და გადამტანის სისტემების განეიტრალებით. პირველი ვარიანტი შეიძლება ითქვას უფრო მარტივი იყო ამ ორ შორის. თეორიულად უკრაინას მხოლოდ საჰაერო თავდაცვის სისტემების განთავსება მოუწევდა და მათი მუშაობის დაწყება, სადაც რადარები აღმოაჩენდნენ შემომავალ რაკეტებს და გაშვების პლატფორმები გაუშვებდნენ ჩამონგდებ რაკეტებს, რათა ისინი ჰაერში გაანადგურონ და საფრთხე უმოკლეს დროში გაანეიტრალონ. მაგრამ ამ გეგმას ერთი დიდი პრობლემა აქვს. რუსული ბალისტიკური რაკეტები დედამიწაზე ერთ-ერთი ყველაზე სწრაფია. მაგალითად, ისკანდერ M-ი მოკლე მანძილის ბალისტიკური რაკეტაა, რომელსაც შეუძლია ფრენა მაქსიმალურ სიჩქარეზე მაშ7-მდე, რაც 5300 მილის საათში აღემატება. ინერციული ნავიგაციის სისტემების, გლობალური ნავიგაციის სატელიტური სისტემების, GLONASS და რელიეფის კონტურის დამთხოვის ტექნოლოგიის შერეულ გამოყენებაზე დაყრდნობით, ეს რაკეტები ცაში მიფრინავენ და მიზნებს გამორჩეული სიზუსტით ურტყამენ. და არსებობს უამრავი დადასტურებული შემთხვევა ისკანდერის შეტევებისა უკრაინის ტერიტორიაზე, ომის დაწყების პირველივე დღიდან. როდესაც რუსეთმა რამდენიმე ისკანდერის რაკეტა გადმოსროლა საზღვარზე და უკრაინაში როგორც თავდაპირველი შეტევის ნაწილი. იმ ადრეული ეტაპებიდან მოყოლებული, ისკანდერები გამოიყენებოდა უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემების, ვერტფრენებისა და გამანადგურებელი თვითფრინავების გასანადგურებლად, ასევე სერიოზული ზიანის მისაყენებლად, როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო ინფრასტრუქტურისთვის. მართალია რუსეთის ოფიციალურ განცხადებებსა და სტატისტიკას ყოველთვის დიდი ეჭვით უნდა მიუდგეთ. ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ 2025 წლის დასაწყისში განაცხადა, რომ მხოლოდ ისკანდერ MS-ით 1400-ზე მეტი მაღალი ღირებულების ობიექტი გაანადგურა. კინჟალი კიდევ უფრო სწრაფია. ეს არის საჰაეროდან გაშვებადი ბალისტიკური რაკეტა, რომლის მოქმედების რადიუსი 1242 მილი, ანუ 2000 კილომეტრია. კინჟალი, გავრცელებული ინფორმაციით, მაქსიმალურ სიჩქარეს მახაც, ანუ 7600 მილი საათში აჯარბებს, რაც მას მოქმედ ბალისტიკურ რაკეტებს შორის 10 ყველაზე სწრაფს შორის აყენებს. ისევე როგორც ისკანდერი, კინჟალიც უკრაინაში დამანგრეველი ეფექტით გამოიყენეს. არსებობს ცნობები, რომ ამ რაკეტებმა სხვადასხვა ტიპის ობიექტები გაანადგურეს, მათ შორის იარაღის სათხოვები, საწვავის საწავები, დრონების ქარხნები და კრიტიკული ინფრასტრუქტურა. იმის გამო, რომ ეს რაკეტები ძალიან სწრაფი და თანამედროვეა, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემების უმეტესობა უბრალოდ ვერ ახერხებს მათ საიმედოდ და მუდმივად ჩამოგდებას. ამის ნაცვლად უკრაინას უწევს აშშ-ის პატრიოტის სისტემაზე დაყრდნობა, რომ კონდეს რაიმე შანსი კინჟალებისა და ისკანდერების მსგავსი რაკეტების შეჩერებისა მანამდე, სანამ ისინი მიზანს მიაღწევენ. სამწუხაროდ უკრაინას არ აქვს ამ სისტემების საკმარისი რაოდენობა, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიცვას თავი. კიდევ უფრო დიდი პრობლემაა PAK-3 რაკეტების ნაკლებობა, რომელსაც პატრიოტის სისტემა იყენებს. ეს რაკეტები არა მხოლოდ უკრაინაშია დეფიციტური, არამედ მთელ მსოფლიოში, რადგან ყოველწლიურად მხოლოდ დაახლოებით 600-700 ცალი იწარმოება. და უკრაინა ერთადერთი ქვეყანა არ არის, რომელსაც ეს რაკეტები სჭირდება. ბევრ სხვა ქვეყანასაც აქვს გაკეთებული შეკვეთები PAK-3 რაკეტებზე და თითოეული მათგანი $3 მილიონ მეტი აღირებული, რაც კიევს განსაკუთრებით ურთულებს იმ რაოდენობის ჩამჭერი რაკეტების მოპოვებას, რაც საჭიროა რუსეთის ინტენსიური საჰაერო თავდასხმების მოსაგერიებლად. 2026 წლის მარტის ანგარიშის მიხედვით, უკრაინამ მთელი ომის განმავლობაში მხოლოდ დაახლოებით 600 ასეთი რაკეტა მიიღო. ეს დაადასტურა დმიტრო ლიტვინმა, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ერთ-ერთმა მრჩეველმა. ეს უბრალოდ საკმარისი არ არის. იდეალურ სამყაროში უკრაინას ყოველწლიურად რამდენიმე ასეული PAK-3 დასჭირდებოდა, რათა შეძლებოდა რუსეთის ბალისტიკური რაკეტების უმეტესობის, თუ არა ყველა, ჩამოგდება. მაგრამ ეს არ არის იდეალური სამყარო და შეზღუდული მარაგების პირობებში უკრაინას პატრიოტის სისტემების ეკონომიურად გამოყენება უწევს. უკრაინამ სხვა საჰაერო თავდაცვის სისტემებზე უნდა გააკეთოს აქცენტი იმ საფრთხეების წინააღმდეგ, რომლებიც უფრო ადვილად ჩამოიგდება, მაგალითად დრონები და ფრთოსანი რაკეტები. ხოლო PAK-3 მხოლოდ იმ კონკრეტულ შემთხვევებში გამოიყენოს, როცა ბალისტიკური ისკანდერის ან კინძოლის ჩამოგდების რეალური შანსი არსებობს. მაშინაც კი თუ ყოველწლიურად საკმარისი PAK-3 არ ჩამოვა, უკრაინა უბრალოდ ვერ შეძლებს რუსეთის ყველა შეტევის მოგერიებას. ამიტომ მისმა სარდლებმა სხვა სტრატეგიის განხორციელება გადაწყვიტეს.
უფრო ჭკვიანი, ეფექტური და დამანგრეველი სტრატეგია, რომელიც რუსეთის რაკეტების გაშვების მთელი შესაძლებლობების შესუსტებაზე იყო ორიენტირებული. ლოგიკა სწორი იყო. თუ რუსეთს ნაკლები მარაგი და გამშვები პლატფორმები ექნებოდა, მას აღარ ექნებოდა შესაძლებლობა უკრაინის ქალაქებსა და დასახლებებზე ამდენი ბალისტიკური რაკეტა გაეშვა. ჰაერში ნაკლები რაკეტა ნიშნავს, რომ რუსეთის საჰაერო საფრთხის საერთო დონე მცირდება, რაც უკრაინისთვის ზიანისა და მსხვერპლის რისკსაც ამცირებს. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ეს გეგმა ქაღალდზე მარტივად ჟღერს, მისი განხორციელებება უკიდურესად რთული იყო. ეს გულისხმობდა, რომ უკრაინას უნდა გაერკვია, სად ინახებოდა რუსეთის რაკეტები, სად იყო განთავსებული მათი გამშვები დანადგარები და სად იკრიბებოდა მათი ძირითადი კომპონენტები, როგორიცაა ჩიპსეტები და მართვის სისტემები. მას შემდეგ, რაც ეს მონაცემები ექნებოდა, უკრაინას უნდა დაეგეგმა და განეხორციელებინა ზუსტი დარტყმები ამ ადგილებზე, საკუთარი დრონებისა და რაკეტების გამოყენებით, რათა მტრის რესურსებსა და ინფრასტრუქტურაზე მაქსიმალური ზიანი მიეყენებინა. საბედნიეროდ უკრაინას უკვე წლების გამოცდილება დაუგროვდა და დრონებით ომის ხელოვნების დაუფლებასა და რუსეთის ტერიტორიაზე ეფექტური ღრმა დარტყმების ორგანიზებაში. მას ამ სფეროში დამტკიცებული გამოცდილება აქვს და ყოველწლიურად სულ უფრო მეტი წარმატებული შეტევა ხორციელდება მტრის ბაზებზე, ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე, ლოგისტიკურ ჰაბებზე, აეროდრომებსა და სხვა მნიშვნელოვან ობიექტებზე. და 2025 წელს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად დაისახეს რუსეთის ყველაზე მნიშვნელოვანი სარაკეტო ობიექტების მოძებნა და განადგურება, ყველა შესაძლო საშუალებით. ისკანდერ-M-ის ეფექტურობის შესაზღვრად უკრაინამ ყურადღება უნდა გაამახვილოს ამ რაკეტების გასაშვებად ყველაზე ხშირად გამოყენებული მოძრავი სახმელეთო სისტემების პოვნასა და განადგურებაზე. რადგან ეს გამშვები დანადგარები მუდმივად მოძრაობენ, მათი ზუსტი მდებარეობის განსაზღვრა ძალიან რთულია. რუსეთი რეგულარულად ცვლის მათ მდებარეობას. სისტემას გადააქვს ერთ ადგილზე, რამდენიმე რაკეტას ისვრის, შემდეგ კი ყველაფერს ალაგებს და სხვა ადგილას გადადის, სანამ მტერს რეაგირების შესაძლებლობა ექნება. გარდა ამისა, 310 მილის, ანუ 500 კილომეტრის მანძილით რუსეთს არც კი სჭირდება თავისი ისკანდერის გამშვები დანადგარები უკრაინის საზღვრებთან ახლოს განათავსოს. ის შეიძლება თავის ტერიტორიაზე, შედარებით სიღრმეში, უკრაინული რაკეტებისა და სხვა საბრძოლო მასალის მოქმედების არეალის მიღმა შეინახოს. ზოგიერთი სამხედრო ძალისთვის ამ სისტემების პის პოვნა და განადგურება თითქმის შეუძლებელია მოლიამოცანა, მაგრამ არა უკრაინისთვის. მოთმინებით მისი ჯგუფები აკვირდებოდნენ და ელოდნენ, იცოდნენ, რომ ბოლოს და ბოლოს რუსეთი შეცდომას დაუშვებდა და როცა ეს მოხდებოდა, უკრაინა მზად იქნებოდა, რომ დაესხას. 2025 წლის ივნისში ის მომენტი დადგა. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა წარმატებულ დარტყმაზე რუსეთის ბრიანსკის რეგიონში მდებარე რამდენიმე ისკანდერის რაკეტის გამშვებ დანადგარზე. უკრაინულმა სადაზვერვო ჯგუფებმა შეძლეს სისტემების აღმოჩენა ქალაქ კლინსის მახლობლად. მიჩნეულია, რომ ისინი ამზადებდნენ დარტყმისთვის უკრაინის ქალაქზე, სავარაუდოდ დედაქალაქ კიევზე, რადგან ისინი საკმაოდ ახლოს იყვნენ ქვეყნის საზღვართან განთავსებული. სწრაფად და გადამწყვეტად მოქმედებით, უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და უსაფრთხოების სამსახურის დანაყოფებმა ზუსტი სარაკეტო დარტყმა განახორციელეს გამშვები ბატარეების მიმართულებით. ოპერაციის შედეგად 8 რუსი სამხედრო დაიღუპა, ხოლო კიდევ 5 დაიჭრა. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ გავრცელებული ინფორმაციით 3 გამშვებიდან 1 განადგურდა, ხოლო დანარჩენი 2 სერიოზულად დაზიანდა, რაც კრემლის შეტევით შესაძლებლობებს დიდი დარტყმა მიაყენა. ეს ასევე ნიშნავდა, რომ რუსების მიერ დაგეგმილი ნებისმიერი დარტყმა მთლიანად განეიტრალდა და შეუძლებელია იმის თქმა, რამდენი სიცოცხლე გადაარჩინა იმ დღეს უკრაინის სწრაფმა და ეფექტურმა რეაგირებამ. ასევე აღსანიშნავია, რომ თითოეული ისკანდერის გამშვები ჩვეულებრივ ატარებს 2 რაკეტას, რომელთაგან თითოეულის ღირებულება $3 მილიონ მეტია. ასე რომ, როდესაც ასეთი სისტემებიდან ერთ-ერთი განადგურდება ან თუნდაც დაზიანდება, ეს მტრისთვის მხოლოდ ლოგისტიკური დარტყმა კი არ არის, არამედ ფინანსურიც. და რუსეთი უკვე შოკში იყო იმ დროს, რადგან რამდენიმე დღით ადრე კიდევ ერთმა გახმაურებულმა თავდასხმამ გაანადგურა მისი კინჟალის გამშვები პლატფორმები. მაგრამ სანამ ამას უფრო დეტალურად განვიხილავთ, კიდევ ბევრი რამ გვაქვს სათქმელი. ასე რომ, თუ თქვენთვის საინტერესოა The Military Show, არ დაგავიწყდეთ გამოწერა. მაშინ როცა ისკანდერემები მიწაზე დაფუძნებული გამშვები დანადგარებიდან ისვრება, კინჟალები სრულიად განსხვავებულად მუშაობს. ისინი ეკუთვნიან საჰაერო სტარტის ბალისტიკური რაკეტების კატეგორიას, რაც ნიშნავს, რომ მათი გაშვება ხდება თვითმფრინავებიდან, მათ შორის MiG-31 ტიპის გადამჭრელებიდან და 2 Tu-22M ტიპის შორი მოქმედების დამთვრმელი ბომბდამშენიდან. უკრაინის დაზვერვის ოპერაციებმა გამოავლინა, რომ დიდი რაოდენობით Tu-22M ბომბდამშენი ინახებოდა რუსეთის სხვადასხვა ავიაბაზაზე, რომელთაგან ზოგიერთი ასეულობით ან თუნდაც ათასობით მილის დაშორებით იყო უკრაინის საზღვრიდან. თუ უკრაინას როგორმე შეძლებდა ამ ბომბდამშენების ნაწილის დაზიანებას, წყობრიდან გამოყვანას, ან თუნდაც განადგურებას, ეს მნიშვნელოვნად შეზღუდავდა მტრის შესაძლებლობას მომავალში გაეშვა კინჯალის ტიპის რაკეტები. ასეთი რთული ოპერაციის განხორციელება წარმოუდგენლად ძნელი იქნებოდა, რაც მოითხოვს თვეებს, თუ არა წლებს, დაგეგმვასა და უმცირესი დეტალებისადმი განსაკუთრებულ ყურადღებას.
ერთმა მცირე შეცდომამაც კი შეიძლება გააფუჭოს ყველაზე ფრთხილად მომზადებული გეგმაც კი და უკრაინა მიცოდა, რომ დიდი ალბათობით მხოლოდ ერთი შანსი ექნებოდა ეს შეტევა წარმატებით განეხორციელებინა. ამიტომ უკრაინის დაზვერვის ჯგუფებმა და მეთაურებმა ის გააკეთეს, რასაც მთელი ამ ომის განმავლობაში აკეთებდნენ. ისინი არ აჩქარდნენ და არ აყვნენ პანიკას. მათ მოთმინებით იცადეს და შეიმუშავეს სტრატეგია, რომელიც წარმატების საუკეთესო შანსს მისცემდათ. ამისთვის ერთ წელზე მეტი მომზადება იყო საჭირო. მაგრამ 2025 წლის 1 ივნისს ლოდინი გაამართლა. უკრაინამ განახორციელა ახლა უკვე ლეგენდარული ოპერაცია ობობის ქსელი. მან ათეულობით დრონი დამალა სამოქალაქო სტილის სატვირთოებში, რომლებიც შემდეგ სტრატეგიულ ადგილებზე განლაგდნენ რუსეთის აეროდრომებთან ახლოს, ქვეყნის მასშტაბით. როდესაც დრო დადგა, დრონების ჯგუფები გაუშვეს და ერთდროულად 5 სხვადასხვა აეროდრომს შეუტიეს. ასეთი შეტევა აქამდე არასდროს ყოფილა და მსოფლიოს საუკეთესო არმიებსაც კი გაუჭირდებოდათ ასეთი გეგმის შედგენა და განხორციელება. თუმცა, როგორღაც უკრაინამ ეს შეძლო და ამ პროცესში რუსეთის 295 MS და 222 M3 ტიპის მომდამშენებიდან 7-დან 11-მდე გაანადგურა. რამდენიმე სხვა თვითმფრინავმაც მიიღო დაზიანება. ბევრი მათგანი აღდგენას აღარ ექვემდებარება, ხოლო ზოგიერთი შეფასებით იმ დღეს კრემლის ბომდამშენების ფლოტის დაახლოებით მე-13 განადგურდა. ეს შეიძლება ითქვას, რომ იყო ყველაზე დიდი დარტყმა, რაც რუსეთმა ამ ომში აქამდე მიიღო, მაგრამ უკრაინა ამით არ გაჩერებულა. როგორც კი ოპერაცია ობობის ქსელი დასრულდა, უკრაინელი აგენტები უკვე შემდეგი სამიზნის ძებნას შეუდგნენ, რათა ერთხელ და სამუდამოდ გაენადგურებინათ რუსეთის სარაკეტო დარტყმის შესაძლებლობები. 2026 წლის მარტში მათ კვლავ დაარტყეს. ამჯერად მათი ყურადღება რუსეთის სარაკეტო მარაგებსა და გამშვებ პლატფორმებზე კი არ იყო მიმართული, არამედ კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტზე, კერძოდ ბრიანსკის რეგიონში მდებარე ქარხანა კრემნილზე. პირველი შეხედვით ეს მიკროელექტრონიკის ქარხანა შეიძლება არც ისე მნიშვნელოვან ობიექტად მოგეჩვენოთ. მაგრამ სწორედ აქ აწარმოებდა რუსეთი თავისი მასშტაბური სარაკეტო არსენალის ყველაზე მნიშვნელოვან კომპონენტებს, ჩიპებსა და მიკროპროცესორებს, რომლებიც ამუშავებს ისეთ რაკეტებს, როგორიცაა ისკანდერი, ასევე პანცირი, ტოპოლი და ბულავა და რუსეთის საუკეთესო საჰაერო თავდაცვის სისტემებს, როგორიცაა S-300 და S-400. ქარხანა, რომელიც პირველად 1958 წელს გაიხსნა, ასევე მონაწილეობდა რუსეთის ერთ-ერთი უახლესი ფთოსანი რაკეტის აზდელია 30-ის წარმოებაში. ამ რაკეტას აქვს საბრძოლო ნაწილი, რომლის ზონა 1750 ფუნტს, ანუ 800 კილოგრამს აღემატება და მოქმედების რადიუსი 930 მილი, ანუ 1500 კილომეტრია. ასე რომ ეს რაკეტა ნამდვილად სერიოზულია. ის შეიძლება გაუშვან Su-34 ტიპის თვითმფრინავიდან და მიიჩნევა, რომ რუსეთს ამ კონკრეტული თვითმფრინავების 120-ზე მეტი ერთეული აქვს, რაც მომავალში მას საშუალებას მისცემს უკრაინულ ობიექტებზე მასიური საჰაერო შეტევები განახორციელოს. უკრაინამ უკვე იხილა ამ რაკეტის გამანადგურებელი ძალა. 2026 წლის მარტის დასაწყისში მიიჩნევა, რომ ერთმა ან რამდენიმე ასეთმა რაკეტამ ხარკოვის რეგიონში საცხოვრებელი შენობა გაანადგურა. აფეთქების შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა და 12-ზე მეტი სხვა ადამიანი დაშავდა. სავსებით შესაძლებელია, რომ ამ რაკეტაში და კიდევ უამრავ სხვაში აღმოჩენილი ძირითადი კომპონენტების ნაწილი კრემნის ქარხნიდან მოდიოდეს, რომელიც რუსეთში მიკროელექტრონიკის წარმოებით მეორე ყველაზე დიდია. ამიტომ უკრაინამ ის გაანადგურა. 10 მარტს ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა ზუსტი სარაკეტო დარტყმა განახორციელეს Storm Shadow-ის რაკეტებით, რომლებიც კიევში საფრანგეთმა და გაერთიანებულმა სამეფომ გაგზავნეს, რათა ობიექტისთვის მაქსიმალური ზიანი მიეყენებინათ. დადასტურდა, რომ ქარხანას 7 რაკეტა მოხვდა. მისი ცენტრალური შენობა სრულად განადგურდა და რაკეტის კომპონენტების წარმოება მთლიანად შეჩერდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამ ჩიპებისა და სხვა ელემენტების გარეშე რუსეთი ვერ შეძლებს ისეთი რაკეტების, როგორიცაა ისკანდერ M და იზდელია 30, იმ რაოდენობით წარმოებას, რაც უკრაინის თავდაცვის დასაძლევად სჭირდება. გარდა ამისა, მიიჩნევა, რომ მინიმუმ ნაწილი იმ აღჭურვილობისა, რომელიც ამ ობიექტში გამოიყენებოდა, თავდაპირველად ისეთ ქვეყნებიდან იყო ჩამოტანილი, როგორიცაა შეერთებული შტატები და იაპონია. ამ აღჭურვილობის ნაწილი 10 წლეულების წინანდელიანდელია და რადგანაც არც აშშ-ში და არც იაპონია ახლა არ აპირებენ რუსეთთან ბიზნესის კეთებას, კრემლის შეუძლებელი ამოცანის წინაშე დგას, თუ სურს ეს აღჭურვილობა ჩაანაცვლოს და ქარხანა კვლავ ამუშაოს. სხვა ადგილებსაც, რომლებიც დახმარებას შეძლებდნენ, მაგალითად ტაივანი, რომელიც მიკროელექტრონიკის ინდუსტრიაში მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერია. ასევე არ აქვთ ინტერესი რუსეთს დაეხმარონ, რის გამოც მოსკოვს პრობლემები ემატება და აშკარა გამოსავალი არ ჩანს. შედეგად რუსეთს შეიძლება წლები დასჭირდეს ამ ობიექტის აღსადგენად და მისი თავდაპირველი საწარმოო სიმძლავრის დაბრუნებისთვის. ამასობაში შეიძლება მოუწიოს უფრო მკაცრ და სასოწარკვეთილ ზომებზე გადასვლა. მაგალითად, ჩიპების კონტრაბანდით შემოტანა უცხოეთიდან მხოლოდ იმისთვის, რომ სარაკეტო პროგრამა გააგრძელოს. მაშინაც კი მას გაუჭირდება ისეთი რაკეტების, როგორიცაა ისკანდერი, იმ რაოდენობით წარმოება, როგორც ადრე შეეძლო.
და ეს კარგი ამბავია უკრაინისთვის, რომელიც ამის შედეგად კიდევ უფრო მარტივად დაგეგმავს თავის შემდეგ ნაბიჯებს, რაც შეიძლება მოიცავდეს დამატებით თავდასხმებს სხვა საწარმოებზე, გამშვებ პლატფორმებზე ან საბრძოლო მასალის საწყობებზე რუსეთის სხვადასხვა რეგიონებში. კიევის ძალებმა ყოველგვარი ეჭვის გარეშე დაამტკიცეს, რომ შეუძლიათ რუსეთს ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას დაარტყან. და მაშინ, როცა რუსეთის დარტყმის შესაძლებლობები სუსტდება, უკრაინის შესაძლებლობები მხოლოდ ძლიერდება. როდესაც ომი დაიწყო, ეს ქვეყანა საერთოდ არ ითვლებოდა დიდ სამხედრო ძალად. მას არ ჰქონდა ფართო შიდა თავდაცვითი ინდუსტრია და არც რაიმე სახის რეპუტაცია მსოფლიო დონის იარაღისა და თავდაცვითი სისტემების შექმნაში. მაგრამ დროის გასვლასთან ერთად ეს მნიშვნელოვნად შეიცვალა. უკრაინის მასშტაბით შეიქმნა ასობით შიდა თავდაცვითი კომპანია, სადაც პროგრესულად მოაზროვნე დეველოპერების, დიზაინერებისა და ინჟინრების გუნდები აწყობენ 21 საუკუნის ყველაზე საინტერესო სამხედრო ინოვაციებს. Firepoint-ი ერთ-ერთი ასეთი კომპანია. ომის დასაწყისში დაარსებულმა Firepoint-მა თავდაპირველად შექმნა გრძელ და საშუალო რადიუსზე მოქმედი დარტყმითი დრონები, რომლებიც უკრაინის სამხედრო ძალებში ყველაზე ხშირად გამოყენებულ უპილოტო საფრენ აპარატებად იქცა და ქვეყნის დარტყმითი მისიის 50%-ზე მეტში მონაწილეობდა. შემდეგ Firepoint-მა კიდევ უფრო წინ წაიწია და შექმნა Flamingo, შორ მანძილზე მოქმედი ფრთოსანი რაკეტა, რომელსაც 2500 ფუნტი, ანუ 1150 კილოგრამი ტვირთის გადატანა შეუძლია. სიჩქარით, რომელიც აღწევს 560 მილი საათში, ანუ 900 კმ/სთ. შეუძლია დაფაროს დაახლოებით 1850 მილი, ანუ 3000 კილომეტრი Flamingo სწრაფად გახდა ერთ-ერთი საუკეთესო იარაღი უკრაინის არსენალში. სატელიტური მართვის გამოყენებით მიზნებისკენ მიემართება და დაბალ სიმაღლეზე ფრენის მარშრუტებით ცდილობს თავიდან აიცილოს აღმოჩენა და ჩამოგდება, როცა დანიშნულების ადგილს უახლოვდება. 2026 წელს დაფიქსირდა რამდენიმე დადასტურებული შემთხვევა, როდესაც Flamingos რაკეტებმა რუსეთის სამხედრო ობიექტებს დაარტყეს ფრონტის ხაზიდან მრავალი მილის დაშორებით. სამიზნეებს შორისაა ვოტსკინის მანქანათმშენებლობის ქარხანა უდმურტიაში, სადაც ბალისტიკური რაკეტები იკრიბება, კაპუცინიარას სარაკეტო საცდელი პოლიგონი ასტრახანის რეგიონში, გრაუს საბრძოლო მასალის საწყობი ვოლგოგრადის რეგიონში და ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ფთხოვების სამსახურის FSB-ს ობიექტი ოკუპირებულ ყირიმში. მას შემდეგ რაც Flamingo ეფექტურობა დაამტკიცა და სხვა რაკეტები როგორიცაა ნეპტუნი და ლონგ ნეპტუნი, ასევე აძლიერებს უკრაინის არსენალს. კიევის ძალები ნელ-ნელა, მაგრამ აუცილებლად უთანაბრებენ შანსებს რუსეთს, ორივე მხარის სარაკეტო შესაძლებლობებში. და ეს აქ ამთავრდება. Firepoint-ი უკვე აქტიურად მუშაობს სრულიად ახალ საშუალო მანძილის ბალისტიკურ რაკეტაზე, რომელსაც ამჟამად FP7-ის კოდური სახელით იცნობენ, რაც შეიძლება საფუძველი გახდეს კიდევ უფრო დამანგრეველი იერიშების ტრის სამიზნეებზე მომდევნო თვეებში. და ეს მხოლოდ ერთი კომპანია. უკრაინის მასშტაბით სხვა თავდაცვის კონტრაქტორებიც დაუღალავად მუშაობენ ახალ დრონებზე, თავდაცვით სისტემებზე, სარაკეტო პლატფორმებსა და სხვა სამხედრო ინოვაციებზე, რათა საკუთარ ქვეყანას მისცენ საუკეთესო შანსი, არა მხოლოდ გამძლეობისთვის, არამედ შესაძლოა ამ ომში გამარჯვებისთვისაც. ამასობაში ქვეყნის შეიარაღებული ძალები მუდმივად ეძებენ ახალ სამიზნეებს და გეგმავენ თავიანთ შემდეგ ნაბიჯებს. თუ უკრაინა შეძლებს გააძლიეროს საკუთარი სარაკეტო შესაძლებლობები და ამავდროულად შეასუსტოს რუსეთის უნარი, გაუშვას ისეთი რაკეტები, როგორიცაა კინჟალი და ისკანდერი, ძალთა ბალანსი კიდევ უფრო მეტად გადაიხრება მათი სასარგებლოდ. და ეს მთელი ისტორია კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ აძლევს უკრაინის გონივრული სტრატეგიული მიდგომა ომში, ქვეყანას საშუალებას მუდმივად გადააჭარბოს მოლოდინებს და ყველა წინააღმდეგობის მიუხედავად წარმატებას მიაღწიოს. ეხლა შეგიძლიათ ამ ვიდეოში კიდევ ერთი მაგალითი იხილოთ, სადაც განიხილება თუ როგორ შეიძლება უკრაინის სიღრმისეულმა დარტყმებმა ახლახან გადაეჭრათ ბოლო და ყველაზე კრიტიკული სასიცოცხლო ხაზი, რომელიც კრემლის საომარ მანქანას ამუშავებს. ან კიდევ უყურეთ ამ ვიდეოს, რომ გაიგოთ უკრაინული ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ახალი თაობის შესახებ, რომლებიც ეს უკვე შიშს თესავენ რუსი ჯარისკაცებისა და მათი მეთაურების გულებში. და შესაძლოა საკმარისი იყოს იმისთვის, რომ ამ ომის სახე შეცვალოს, ისეთი გზებით, როგორცაც არავინ წარმოიდგენდა. და ბოლოს, მეტი ანალიზისთვის, განხილვებისა და სიახლეების მისაღებად რუსეთ-უკრაინის ომიდან და სხვა მნიშვნელოვან კონფლიქტებიდან გამოიწერეთ The Military Show Tres.